ხვალიც რა არის? ბევრჯერ ძალიან ჭიდროთ ესე. და ახლა ველოდებით გუმოდგინეთ ნელა მშვიდად ხორცმომზდებას. ხათმის ხორცი? როგორც ფიქრობდი, რა შემიძლია გადავიღო დღეს, რადგან კომენტარებში ამეთქვია, რომ ეს არ კეთდება, ისე უნდა. ესე უნდა, კაცო მე ესე ვაკეთებ. კი, ყველა ჩვენ უნდა ვაკეთებ რაღაცას გავიგეთ რა, მაგრამ მე დღეს გავაკეთებ. ყარს უმწვადს. ხვალიც რა არის? არიცით, იმიტომ რომ თოდა მიცის ძალიან რომ ყარს უმწვადი არის ქართული სახელი შაურმის. და იდეაში ეს იდეა დაიწყო რომ გავუკეთებინა გიროსი. მე გიროსი მაგალითად რომ სლოვაკი ხარ ვქნათ თქო. და ბოლოს მე ვიკამდე რომ გავაკეთოთ ყარს უმწვადი, ანუ შაურმა ოღონდ ჩვენებურ ვარიანტი, ცოტა უფრო ჯანსაღი ვარიანტი, ცოტა უფრო დიდარი ვარიანტი გემოვებით და კარგი ესე ვთქვათ რა. და თან ესეთი რაღაცაა რომ ანუ უეჭველი ვიცი რომ წვადი შეწვა კი იცით და მაგარია. და თან ყველასთან მეგობრებო ერთი ადამიანი არის, ვისაც წვადი ერგება რომ წვას თელი ცხოვრება და დამუღამებული აქვს და მაგ ადამიანს მოკლედ შეეგუოს იმ ფაქტს რომ თელი ცხოვრება მაგის კეთება უწევს და ეგ მისი როლი არის რა. მაგრამ ეგ ადამიანის რო დამიწეს მას რომ ესე არ უნდა, ისე უნდა, იმიტომ რომ შაურმა სახში არავინ არ აკეთებს ხოლმე რა. ამიტომ მოდი მაღალზე გავაკეთოთ დონერი, გიროსი, შაურმა ან ყარსული მწვადი ქართულად. ყარსი ქალაქი თურქეთში და მაგიტო ქვია ისტორიულად ყარსული მწვადი დონერს საქართველოში. პირველ რიგში გავაკეთოთ ორი რაღაც. ერთი რომ ეს წითელი ბულგარულები დავწვათ, იმიტომ რომ ნაკვერჩხალი მაგ და სადაც ნაკვერჩხალი მაგ წითელი ბულგარულები დაწვა ყოველთვის კაი იდეა არის და მე გავაკეთოთ ქართლის მარინადი. აქვე ცხარე ხალაპანიოები, ამ მწვანე წაკა გამოიყენეთ ცხარე, ეგენიც დავწვათ. ამ ხატავს ახლა დავჭრით ხლად. ეს დაიჭებათ ხადი, იმიტომ რომ მე დონერები თავაგოთ ნიკო შამფურზე. ჭით ხლად და დიდად მაინდა-მაინც ფორმას მნიშვნელობა არ აქვს. თავარი ის არის რომ უბრალოდ მე იწვავოთ აგებაზე რა, იმიტომ რომ აგება რთული იქნება მის, იმიტომ რომ ფილე ისედაც თუ ადაგება შამფურზე და თან ხელი ფილე მით უმეტეს. ვაბრუნებთ ჯამში უკან ხორცს. აქ მაქვს კოლიოსის ბერძნული იოგურტი. რა თქმა უნდა, რომ იყოს დონერი, ვიზამდით თურქული იოგურტით. რომ იყოს ქართული მწვადი, ვიზამდით მაწვნით. მაგრამ რა კი რაღაც უბრალოდ რაღაცეს, ეხლა ვიზამ ბერძნული იოგურტი. თან ეს ბერძნული იოგურტი არის ორგანული, რაც ნიშნავს იმას, რომ ნუ აი ის ქულებით შეგედა დაიწერა, რომ ორგანიკით აკეთებ და მაგარი ტიპი ხარ რა. ხახს ხეხავთ ჯამში. ხეხავთ წვრილზე, რომ წვენი გავიდეს ბევრი. და ახლა 250 გრამი 1 კილო ქათამს. ეს ხახვი და უცბად გაიწუროს. გაწურული ხახვი. აბა მარილაშენ ბინჩი მარტივი იქნებოდა. გაწურვა, მაგრამ ესე. ერთი ჩაის კოზი ქინძი, ერთი ჩაის კოზი რეჰანი და პატარა ხრიკი. აქ მაქვს ესტის ცხარე ტიტაკის სპრედი. და ამ სპრედს ჩაურევ ხამ მასაში, ეს მისცემს სიცხარესაც და დამატებით გემოსაც. ცოტა ნიორი დავამატოთ და ეგ არის. მარილი და ამორევა. ესაა ჩვენი მარინადი და ამას ავაგებთ მე შამფურზე. და ახლა ნახევარით ვაცალოთ, რომ კარგად გემოები გაუჩნდეს. სასურველი ოთახის ტემპერატურაზე იყოს და არა მაცივარში. ეხლა გავამზადოთ საკმაზი და საკაზმი, რომელიც ვიზუალურად ხელს შეუწყობს ჩვენ პროდუქტს. კიტრით ხად, ხახვით ხლად, ეს იდეალურად ხად დაჭრილი. ზოგადად ძალიან კარგი, იმიტომ რომ ტექსტურა ნიშნულოვანი ნაწილია ძალიან ამ კეთში. ბულგარულებს ახლა გადმოვიღებ. არა, ტიტაკებს წამოვაყოლებ. გრინი სერავრაპი იგივე თუ რასაც დაუძახებთ მნიშვნელობა არა, გადავაკრათ და ჩაივერთხო შიგნით კარგად ჩვენი ბულგარულები. ეხლა გვინდა ჩვენ ნიორი. წესის იშვიათი შემთხვევა, როცა ნივრებს დავტოვებ დიდ ნაჭრებს, იმიტომ რომ ნახტომები იყოს გემოში. და ეხლა საკმაზი ესე ვთქვათ და საკაზმიც. იმიტომ რომ ლამაზიც არის და გემრიელიც არის. ნივრები, ნაწილი, კიტრები, ნივრები, ხახვები და ეხლა ამას დავაყრე მარილს. და მე უკვე შევერე კოლიოსის ბერძნული იოგურტი, თუნდაც ჰერკულეს, რომელიც მაღალცილიანია ძალიან, რომ მოგწონს სქელი მასა უფრო ინტენსიური და ეგ იქნება ჩვენი გარნიერი ეს ვთქვათ რა. 20 გრამი ცილა 100 გრამზე, რაც ნუ ერთი ის რომ პარალელურად ეს საჭმელი, იმიტომ რომ ჯანსაღი ინგრედიენტებითაა გაკეთებული ძალიან, იქნება ცოცხალი, ცინცხალი, ჩათვალით ჯანსაღი კვების რაციონის ნებისმიერი კერძის შემცვლელი იდეალურად და თან გემრიელიც იქნება რა. აქვე ახლა გავამზადებ კამას, ოდნავ კამას დავკეპავ, რომ მე იოგურტს რო შეურევ იმ მასას. კამას შეურიოთ გემოს. უბრალოდ ეხლა არ მინდა კამის დამატება, იმიტომ რომ ეხლა დავამატო ძალიან დაბება და ის მარილიც გავუკეთე კიტრს. წყალთან ერთად უბრალოდ გააფუჭებს კამის არომატს რა. ამიტომ ჯერ მარილი გამოვიდეს კიტრიდან. გავწურავ მაგას და მე გავუკეთებ კამას და მე იოგურტს. ამაზე გავწურავ. რამდენი ცხე გავუვიდა. ეს არის ყველაფერს დაალბობს და გააბანძებს ჩვენ ყარსულ მწვადს. ეს ჩვენი გაწურული კიტრი. ამაში ხა ვქოთ კამა და კოლიოსის ჰერკულესის სახელწოდებით წარმოდგენილი იოგურტი. ეს საკმარისია სრულად. ეს არ უნდა იყოს ძალიან სოუსივით, ეს უნდა იყოს უბრალოდ ბერძნულ იოგურტში გაზელილი ბოსტნეული. დრო მოვიდა რომ ჩვენი ცხელი ტიტაკები გავხსნათ. მე პირადად ძალიან მიყვარს ბულგარული ტიტაკა დამწვარი. მგონია რომ სხვა მდგომარეობაში არც უნდა ჭამო აბსოლუტურად თელი ბულგარული ტიტაკა. ან დამანანდებული და ამ შემთხვევაში აი თავის თესლებიანად ჩავაგდებ ეგრე.
და იდეაში გუდის ყველი ან ნებისმიერი სხვა რაღაცა წრუმანი შეგიძლიათ, აი ყველი ან ის პროდუქტი შეგიძლიათ გავულეთ და უგემრიელესეთ და ეგრევე. ნუ პარმეზანი ბუნებრივია, ცოტა ძმარი, კახური ზეთი, ყველაფერი უხდება აბსოლუტურად რა. ეს დამწვარი აპკი ძალიან მარტივად შორდება, უკვე მე ეგრევე ძვრება ფაქტიურად. წვალებები აღარ არის. და ცოტა თან ეს ჩემი რჩევა არის, რაც მოცნაური იყოს ამ პროცესში, როგორც თქვით, ხელი თუ დაგინახშირდებათ, არ დაიბანოთ, იმიტომ რომ ეს ნახშირიანი ხელი კიდე რო ეხება რაღაცებს, გემო გადააგ დამატებით კიდე რა. ანუ მით უფრო უხეშად გააკეთებთ ეს თქვა თუ აგრესიულად და ჭყალებში დაუდევრად რა, უფრო გემრიელ გემოს მიიღებ. აქვე ერთი ცხარე ხალაპენიო, თუ მეორე ცხარე ხალაპენიოც. მეორე ცხარე ხალაპენიოც. ეს მასა ცოტა კარგად ჩავძენძოთ შიგნით, თქვენ ჩამოურიოთ. არც მარილი უნდა, არაფერი არ უნდა, პირდაპირ როგორც არის იდეალური არის უკვე თავისთავად და უბრალოდ დრო რომ მოვა, ამას ჩავდებთ შიგნით უკვე რაფში. და ახლა იწყება ის მომენტი, როცა ჩვენი დონერი ავაგოთ შამპურზე. ყველა საწვალებელი არის, იმიტომ რომ უნდა მჭიდრო დავაგოთ რაც შეიძლება. ბევრჯერ დავკეთოთ ძალიან, ცოტა დავფრითოთ ხორცი. შეგიძლიათ ზუსტად იგივე რაღაც გააკეთოთ, დაბეგვილი ღორის ხორცისგანაც, საქონლის ხორცისგანაც და თუ გამბედავი ხარ და საერთოდ გურმანი ხარ, ბატკნის ბარკლის ხორცი არის იდეალური რა. წავიდა აგება. ნაკეცები, ბევრჯერ ძალიან მჭიდროთ აი ესე. საერთოდ ეგრე აი ესეც ხნათ. აი დაახლოებით წვათს რო აგებ და მოფრეთილი ნაჭრები რო გაქვს, მოფრეთილ ნაჭრებს რო გადმოკეცავ და გავუყრი დაახლოებით ისე იგება ესეც რა. ბოლოსკენ უბრალოდ ავიღებ ხახვის ნაჭერს და ჩამოვაცვალ როგორც პაუზა, სტოპი ესე ვთქვათ, იმიტომ რომ შამპურები დახრილი მექნება პირად რა და ბევრს ამოძრავებ და რო არ იმოძრავოს იქით აკეთებ, ხახვით გაჭედილი იქნება ეს. ამას განიერ შამპურზე ავაგებ, იმიტომ რომ უფრო მარტივი იქნება მართვა. ამას ხავიღებ და დავდებ ცეცხლზე. ესე. ავიდა. ოდნავ დახრა და ახლა ველოდებით გულმოდგინეთ ნელა მშვიდად ხორცს მომზადებას. აქ მაქვს ვალიოს ფინი, კარაქი რა თქმა უნდა. და ამას ახლა წავუსვამ ხორცის ნაჭრებს. ეს საინტერესოა. და თან დავატრიალებ პროცესში. ზოგადად ეს ღორი იყოს, ან ცოტა ცხიმენი ნაჭერი, კარაქს არ დავუმატებდი, მაგრამ ქათამია თან ფილია უცხიმ მოასუათ, ამიტომ რაღაც ცხიმი ჭირდება. იქამდე სანამ ხორცს ჩამოვიღებ, უბრალოდ მაყალზე დავაგდებ ტორტიებს, რომ შეფიცხდეს, მოუხსნათ ეს ნაჭერი. ეს მეორე, ეს შეფიცხებული პურები და ძალიან მარტივად ეს ერთი, ეს მეორე. დავკეპოთ, დავჭრათ ჩიჩიები, მიღეთ პურს, ჩვენი ბულგარულები, ხათმის ხორცი. არ უნდა ძალიან ბევრი, არ დავახშოთ, ეს ხო არ არის რაღაცა უზარმაზარი შაურმა. და კიტრის და ხახვის მასა. ჭიდროდ გადავახვიოთ, ერთ მხარეს დავკეცოთ და გადავატრიალოთ. ეხლა მას დავდებ გრილზე, ოდნავ მოვბრაწავთ და ეგ არის. მარტივად ორი წელი ტორტია და აქვე გვაქვს ესტის გვაკამოლე და თუ მოგინდა რომ მაინდა მეთოდა გაამდიდრო, ამას უბრალოდ მანიაკივით ვიყენებ, ანუ ეს ყოველ გადაღებაზე ხომ თქვა, რომ მომიტანეთ მჭირდება თქო რა, რეალურად კი არ მჭირდება ხომ, უბრალოდ იმდენად კარგი ალტერნატივა არის ჩვეულებრივი ავოკადოსი, რომ მე თვითონ ჭამხომი გიჟივით. რეალურად რეცეპტი არ ჭირდებოდა. ემ ესე? უჯარსაღესი, უფრეშესი. და ვარ ძალიან კაია. ლუდი ჭირდება ამ ყველაფერს. აი, გავკეთეთ ისე და მე ჩავრეცხავ.